მაშასე ლიდერბოლი 20-25 დასკვნით ფაზაში შევიდა, ჯერი პლეიოფებზეა, ცნობილია 4-ვე გუნდი, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას. ლიდერბოლ 20-25-ის მთავარი პრიზისათვის, მე შეგახსენებთ, რომ საპრიზო ფონდი შეადგენს 50,000 ლარს და შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ამ შოუს არ ყავს ანალოგი, არ აქვს ანალოგი მთელ მსოფლიოში. იგი უნიკალური გახლავთ ერთ სივრცეში, ერთ მოედანზე ქვეყნის რჩეული სპორტსმენები ეჯიბრებიან ერთმანეთს და სპორტსმენები გახლავთ მოქმედი ჩემპიონები და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები. მაშასე მე ის გადამჩენია ის სასიამოვნო ფუსფუსი, რომელიც ახლა ნიასთან არის, თქვენც დაგანახოთ და გაგაცნოთ. ნია, ნახევარფინალისტები შენთან არიან. რა ხდება? რა ხასიათზე არიან, როგორ განწყობაზე არიან? შონზო განწყობა, რა თქმა უნდა, კვლავ არაჩვეულებრივია. მოდი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ საოცარი პროექტი არის ლიდერბოლი 2025 და პირველი ნახევარფინალის მოგვიახლოვდა და მე მგონი ცოტა დაძაბულობას იგრძნობა, იმიტომ რომ ორივე გუნდს ძალიან უნდა მოგებავთ. ხო, აი ლაპარაკობდნენ, რომ აი ესე ვქნათ, ეს გავაკეთოთ, შენ აქ დადექი და მე მგონი უკვე ისეა, რომ მოგება ყველას უნდა. აბა, თქვენ როგორ შეაფასებდით ნახევარფინალს? როგორი მეტოქე იქნება თქვენი? მე მგონი ძალიან კარგად ითამაშეს, ხო? მეტოქე ძალიან სერიოზული წყვილია, რაც თავარია ნახევარფინალში ვარ და ერთი ნაბიჯი გვიკლია, რომ ფინალში გავიდეთ. ჩვენ მაქსიმუმს ვიზავთ და რა გამოვა აქედან ალბათ მაყურებელი თვითონ ნახავს. მაშა, მოდი პირველ რიგში კითხავ, როგორ მოგეწონა ეს ყველაფერი ნახევარფინალამდე? 2-2 მოგება გქონდა თანდან არაჩვეულ განწყობაზე უნდა იყო. ზოგადად ტურნირი როგორ მოგწონს და რა თქმა უნდა ნახევარფინალისგან რა მოლოდინი გაქვთ? ზოგადად მომწონს იდეა, რადგან ლეგენდა ფეხბურთელებთან და ესეც სპორტსმენებთან ერთად ვარ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია. შემდეგ უკვე რაც შეეხება ტურნირს, კარგად განაწილა ჩემი აზრით წყვილები და კაი თამაშები ჩატარდა. ეხლა უკვე 4 გუნდი დავრჩით ყველაზე გამორჩეულები და ჩვენ ვესწრებით, რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და გადავიდეთ ფინალში. ფინალში გავაგზავნოთ უკვე დანარჩენს. რეზი დავით, აბა თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონი კარგი წყვილია, თან წაგება არა აქვთ ჯერ. ხო, რა ვიცი, ჩვენც ვფიქრობთ, რომ საინტერესო სამაში გველოდება წინ. კარგია, ერთი ცვლილება შევიდა, რომ 15-მდე ხა ეს თამაში, 11-მდე არ არის. ყოველ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თამაშს. და აბა, ნახოთ რას გვეტყვის ჩემი გადასარევი მეწყვილე. მიხარია რომ გადავედით ნახევარფინალში და რა თქმა უნდა, ფინალში გადასასვლელად ვიბრძოლებთ. ისეთი მეწყვილე მყავს, რომ სხვა გზა არ მაქვს, რომ 100%-ით არ დავიხარჯო, ასე რომ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. წარმატებები ყველას, ჩვენ კიდე დაველოდებით პირველ ნახევარფინალს. აბა დროებით. კორტებზე ვიწვევ პირველი ნახევარფინალური წყვილის პირველ გუნდს, გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი მატჩი და გატანილი აქვს 10-ზე მეტი გოლი. პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა. სხვადასხვა დროს 3 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. და რაც თავარია, ლიდერბოლი 20-25-ის ნახევარფინალისტი გიორგი დემეტრაძე. ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატების 3 გზის მედალოსანი, ევროპის ჩემპიონატების და თამაშების 3 გზის ფინალისტი, პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 2 ბრძოლიდან 2-ვე გამარჯვებული, 2-ვეში გამარჯვებული, მოკრივე ლაშა გურული. მეორე ნახევარფინალისტი მინდა წარმოგიდგინოთ, რეზი არველაძე და დავით ქირია. ოთხმოცდაათიანი წლების, ანუ ჩემი თაობის თბილისის დინამოს
და ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი. გთხოვთ მივესალმოთ ლიდერ ბოლი 2025-ის ასევე ნახევარფინალისტი რეზი არველაძე. Kickboxing მსუბუქ წონაში გლორის ჩემპიონი, World Maxis ტურნირის ჩემპიონი, რინგზე გამართული 60-ზე მეტი შეხვედრიდან 40-ზე მეტში გამარჯვებული დავით ქირია. მოგესალმებით ყველას, მაშასე ლიდერბოლის პირველი უნიკალური გათამაშების პირველი ნახევარფინალის ჯერის დადგა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან რეზი არველაძე და დავით ქირია, გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურული. და პირველი ბურთი, რომელიც გაარკვევს იმას, თუ ვინ უნდა დაიწყოს თამაში უკვე ფულებზე და ლაშა გურულის დარტყმის შემდეგ ბურთი გადასვლა კორს და შესაბამისად თამაშს დაიწყებენ თეთრები დავით ქირია და რეზი არველაძე. ეს არის პირველი ნახევარფინალი და ნახევარფინალიდან უკვე თითოეული თამაში იქნება 15 ქულამდე. ჯგუფური ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც იყო 11 ქულამდე. მაშას რეზიმ ჩააწოდა, დებემ მიიღო გათამაშება, საკმაოდ საინტერესო გათამაშება და დავით ქირიამ არ გაატარა ბურთი, დააპირა მოგერიება, მაგრამ ბადეს მოახვედრა და შესაბამისად 1-0 დაწინაურდნენ დემე და ლაშა გურული. დემეს ჩაწოდება, რომელიც არასწორ კვადრატში ჩავარდა, ანუ დიაგონალურად უნდა ჩავარდეს კვადრატში და ერთ-ერთი ანგარიში რეზიატრის დემე მიღებაზე ლაშა გურული ბადესთან თამაშობს და კარგათაც თამაშობს, სხვათა შორის რეზის დარტყმის შემდეგ ბადეს ხვდება ბურთი და 2-1. ისევ დემე ჩაწოდებაზე. მიიღო რეზიმ, დაამუშავა და დავით ქირიას კარგად დაუგდო ბურთი, მაგრამ დავითის დარტყმული გადაწდა გვერდით ხას და შესაბამისად 3-1-ია უკვე ანგარიში. ისევ დემემ ჩააწოდა, რეზი მიიღო, ისევ დავით ქირია ბადესთან, კარგად გადაიტანა, დემემ კარგად მიიღო, მაგრამ ვეღარ მოახერხა უკვე ქირიამ დამუშავება. 4-1 წინ გაიჭრა უკვე დემეს და ლაშა გურულის წყვილი. სამბურთიანი სხვა, არა, უკაცრავად როგორც ჩანს, აქ თეთრებს ჩაეთვალათ ბურთი, მსაჯი გიორგი ვადაჩკორია გვანიშებს, თეთრების არის ბურთი, არასწორი მიღება იყო იქ და 3-2 ანგარიში და აგერ ხედავთ ახლა ისევ თეთრები უტევენ. კარგად დაარტყა დემეტრაძე, მაგრამ როგორც ჩანს გადასცა გვერდით ხას გადასცა და შესაბამისად 3-3 გათანაბდა ანგარიში. და ამ შემთხვევაში უკვე დემეს და გურულის არის ბურთი, მაგრამ აქ რაღაც გარჩევები მიდის საშთან. არ შეიძლება რეზი ეუნება, ანუ ბადეს იქით მხარეს გადავიდა, როგორც ეხით ალბათ. და ამაზე მიდის როგორც ჩანს გარჩევა. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საჯები, როგორც ჩანს ბურთი დემეს და ლაშას ეკუთვნის და 4-3 ანგარიში და სწორედ ისინი აწვდიან. რეზი მიიღო ბურთი, ქირია თავით და ვერ გადააქვს სამწუხაროდ ბურთი. არადა ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ კარგი თამაშით გამოირჩევა დავითი, სწორედ ბადესთან კარგი თამაშით. რეზი მიიღო, ძალიან კარგად დაამუშავა და აქ უკვე დავითმა კარგად გაატარა ბურთი და 5-4 და თეთრები ჩააწვდიან. საკმაოდ დაძაბული თამაშია, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 15 ქულამდე მიდის თამაში. რეზი ჩაწოდებაზე, დემე მიიღო, ლაშა გურული თავით, ილია მიღებაზე და ზედმეტად ძლიერად მოუგან შემთხვევაში ბურთის გადაგდება. მაგრამ ამხნევებს მას მისი თანაგუნდელი რეზი, რომელიც ახლა იყო მიღებაზე, დემეს ჩაწოდების შემდეგ. ქირია ძალიან კარგი თავური, ძალიან კარგი მეორე თავური ზედიზედ. ორჯერ კარგად ითამაშა და აქ ბადეს ეხება
ლაშაგურული და ისედაც რომც არ ყოფილიყო ეს ხილია ძალიან კარგი თამაშის შემდეგ სწორედ თეთრებმა მოიპოვეს ქულაებში 5 ანგარიში დემეტრაძე სასარგებლო. აი განმეორებით ხედავთ ახლა კარგად დაამუშავა რეზი. დავით ქირიას ერთი თავური, დავით ქირიას მეორე თავური. აქ უკვე ლაშა თავით თამაშობდა და დავით ქირია კიდევ მესამე თავური ძალიან კარგი თამაში იყო დავით ქირიას. 6-5 ანგარიში და რეზი ჩაატყდა. ხა რაღაც კომბინაციებს სახავენ რეზი და დავითი. დემენირებაზე ლაშაგური თავი გაწვა და ვეღარ მოახერხა ბურთის ამოწევა. ქირიამ 7-5 ანგარიში. და ჯეთქობაში ვეღარ მოახერხა ბურთს და 8-3 ბურთი დაწინაურდა დემეს და ლაშაგურის. საკმაოდ ღრმა ჩაწოდება იყო ახლა დემესგან და რეზი ითხოვდა იმას რომ გადავიდაო, მაგრამ ჩავარდა, საჯი მოიგოსანიშნეს და 5 ანგარიში და კარგად თამაშობს დავითი, მიღებაზე კარგი იყო რეზი არველაძე. დავითი კარგი იყო ბადესთან და 9-6 გახდა ანგარიში თეთრები ჩაწოდებას. დემემ მიიღო და ლაშას დაუგო აქ ისე მოსახერხებლად და ლაშა ვეღარ შეძლო ბურთის გადატანა 9-7 ანგარიში ისევ რეზი აწვის. კარგად გამოიტანეს ბურთი თეთრებმა, ლაშაგურის თავი. რეზი თამაშობდა ინდივიდუალურად, გადაიტანა რეზი და დემეს პინგ-პონგი მიდის, ასე ვთქვათ და აქ უკვე ჩაერია დავით ქირია, საკმაოდ კარგადაც ჩაერია, შესანიშნავი თავური. მოახერხა ის რომ ქულა მოუტარა თავის გულს და 9-8. აი გამეორებით ხედავთ როგორ კარგად ამუშავებს რეზი ბურთს, გადააქვს კიდე მკერდზე მიღება, ისევ ფეხით გადატანა და აი აქ ისევ რეზი მიღებაზე და დაუგდო დავითს, რომელმაც შესანიშნავი ქულა მოუტანა თავის გულს. რეზის და დავით ქირიას გუნდზე უნდა აღნიშნოს, რომ ყველაზე უფრო ისეთი შეთამაშებული გუნდი ხშირად არჩევენ რაღაც კომბინაციებს, სახავენ გეგმებს, ბათაშოვის. აქ დავითი თამაშობს, მაგრამ უკვე ვეღარ მოახერხა დემეს ძალიან კარგი შედება ჰქონდა და 10-8 არის ანგარიში. აი გამეორებით ხედავთ, რეზი მიიღო, დაამუშავა. დავითს უპასა და დავითის გადაგდების შემდეგ უკვე დემემ ძალიან კარგად ითამაშა. პადესაც შეეხო ბურთი, მაგრამ 10 არის ანგარიში. დემე ბურთი ხოს. მოვიდა გაბული შეფერდა, როგორც ხედავთ. რეზი მიიღო ბურთი, ქირიას გადატანა, საკმაოდ რთული სიტუაციიდან და აქ ახლა გასარჩევია ბურთი გაცდა კორტის ფარგლებს თუ არა, გადამოწმდება მონიტორზე ეს მომენტი. რა თქმა უნდა, თეთრები ითხოვენ იმას, რომ ბურთი ჩავარდნილად ჩაითვალოს, მაგრამ ნახოთ. ურებენ ეკრანზე ახლა, გამეორება იქნება და რეზი აღნიშნავს, რომ ჩავარდნილია ბურთი, ჩავარდა, დავით ქირიასაც უხარია. უხმობს დემეს, რომ შეხედოს დემემას ეკრანზე. ხედავთ აგე ძალიან კარგი მომენტი არის. აი, გამოჩნდა ახლა. ნახოთ, აბა დავაკვირდეთ. გამეორებაზე კარგად დავაკვირდეთ და როგორცა ჩავარდა. აი, გამეორებით კიდევ ხედავთ, რეზის მიღება.
კირიას თავური და ჩავარდა. ასკარა დემეს დაეთახვა. ბეტოკეს. კიდევ რაღაც საჩევი არის. კულა ჩაეცვალა მეტრებს. 10-9 არის ანგარიში. შეგახსენებთ 15-მდეა თამაში და ძალიან დაძაბული შეხვედრა. რეზი აწვის, დემენიურო. ლაშაგურის გადააქვს, მაგრამ გადააქვს. არა ზუსტად და 10-10. კირია გახარებულია რაღაც თქმა უნდა. გაათანაბრეს ეთრემ ანგარიში. და კვლავ რეზი იყო ჩაწოდებაზე. აქ უკვე ძალიან კარგი სიტუაციიდან უწოვა თავით ლაშაგურული. მაგრამ კარგად მოიგერიეს ეთრემა ბურთი და თავური გაჩაღდა აქ კირიასა და ლაშაგურულის შორის. დემეტრაძე მიღებაზე რეზი და კარგად დაარტყა დემემ ნამდვილად კარგად დაარტყა რეზი უკმაყოფილოა გადამოწმებას ითხოვს ისევ მაგრამ თუ არ ვწდები ბურთი ჩავარდნილი იყო კორტში საკმაოდ სიღრმეში დაარტყა დემემ ბურთი ითხოვს დემეტრაძე და კიდევ ერთხელ გადამოწმება მონიტორზე ეს დარტყმა ეს გათამაშება აგერ ხედავთ კირიას მოდერიება რეზის თავური დემემ მიიღო ბურთი აქ უკვე ისევ კირიას თავური ისევ ლაშაგურულის თავური ძალიან კარგი გათამაშება იყო ისეთი სანახაობრივი და აგერ ხედავთ ბოლო მომენტში აი ამ მომენტში ითხოვდა რეზი ამ მომენტში ითხოვს კორტის ფარგლებს, მაგრამ როგორც ჩაითვალა კორტში იყო ბურთი და 11-10 დემეს და ლაშაგურულის სასარგებლოდ მიიღო რეზლინ ბურთი, კარგად გადაიტანა დავით კირიამ და ვერ მოიგერიეს აქ ბურთი, კარგად და 11-11 ანგარიში და რეზი ჩააწვის, ისევ განხილვა მიდის რეზის და კირიას შორის, ასეთი მართლაც ასეთი შეთამაშებული წვილი, იშვიათი სანახავი იყო ჩვენს ტურნირზე. თუმცა აგერ დემე და ლაშაგურულის განიხილავენ, სახავენ ტაქტიკას შემდეგი გათამაშებისთვის. დემე მიიღო ბურთი, ლაშას თავური მიიღო კირიამ, კარგად დაამუშავა და რეზის გადააქვს ბურთი და ჩავარდა ლაშაგურულის დარტყმის შემდეგ ჩავარდა ბურთი კორტში. დემეს ჩაწოდება, დემეს დარტყმა ძალიან კარგი გამოდგა სიღრმეში. დაურტა რეზი არველაძეს, აი გამეორები შეგვიძლია ვნახოთ და რეზიმ ვეღარ მოახერხა ამ ბურთის ამოწურვა. აი ხედავთ აი ამ დარტყმა ზუსტად ფეხში მიუვიდა რეზი და ვეღარ მოახერხა ბურთის დამუშავება. 12-11 ანგარიში და დემე ჩააწვის. მიღებაზე რეზი. ისე კარგი დამუშავება იყო და კირია ვეღარ შეხვდა ბურთს, უკმაყოფილოა რაღაც თქმა უნდა. და 13-11 გახდა ანგარიში. ისევ დემე აწვის. ლავრეზი მიღებაზე. ამჯერად კირია ძალიან კარგად თამაშობს ბადესთან და ქულაც მოაქვს თავისი გუნდისთვის. შესანიშნავი თავური დარტყმის შემდეგ 13-12 ანგარიში. ძალიან დაძაბული შეხვედრა, მეგობრებო, 15-მდეა თამაში შეგახსენებთ და ფინალში გასასვლელი ადგილისთვის იბრძვიან გუნდები. რეზი აწვის, დემე მიღებაზე, ლაშაგურული ფეხით გადააქვს ბადიდან ბურთი და გადავარდა, ერთი დარწება, ერთი დავარდნა შეიძლებაო რეზი ანიშნებს ვეთექს, მაგრამ ბურთი ეწფლება დემეს და ლაშაგურულისთვის 14-12 ანგარიში. იაბადესთან კარგად თამაშობს, თავგანწირვით თამაშობს დემე და ვერ ახერხებს ბურთის კარგად გადმოტანას და 14-13. ერთი მატჩ გოლი დაკაჩეს თეთრებმა. და რეზი ჩაწოდებაზე. ნახოთ, იქნება ეს ბოლო გადამწყვეტი ბურთი თუ გაგრძელდება თამაში, დემე მიიღო. ლაშაგურულის თავური, კარგი თავური იყო და ვეღარ შეძლო უკვე დავით კირიამ ბურთის შემოbrunება. და 15-13 ლაშაგურულის და გიორგი დემეტრაძის გამარჯვებით დასრულდა ეს შეხვედრა. რაღაც არჩევენ აქ რეზი და დავითი, ითხოვენ გამეორებას, თუმცა
თუმცა მე მგონი რომ აქ აღარაფერი შეიძლება 15-13 გაიმარჯვეს გიორგი დემეტრაძე და ლაშა გურულმა და გავიდნენ ფინალში. დასრულდა პირველი ნახევარფინალური მატჩი, ძალიან დაძაბული და მაგარი მატჩი გამოდგა. ვარის დახმარებას კი დაგჭირდა რამდენჯერმე რომ გვენახა ნამდვილი შედეგი და ლაშა გურული და გიორგი დემეტრაძე ითამაშებენ ფინალში. მინდა რომ მოგილოცოთ. ძალიან მაგარი მატჩი იყო. აბა რა ემოციები არის? ელოდებით ფინალს, ხო? თითქმის თანაბარი თამაში იყო. შეეძლოთ ამ წყვილს მოეგოთ, მაგრამ ჩვენ ცოტა გაგვიმართლა და მოვიგეთ. იმედია ფინალში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ფინალიც მოვიგოთ, მაგრამ ნახოთ. კარგია, გაგვიხარდა რომ მოვიგეთ და ფინალში ვართ, თუმცა ეხლა იწყება ნამდვილი შეჯიბრება და განწყობილები ვართ მოსაგებად. რეზი დათო, ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარეთ. დათოს გულშემატკივრები მინდა რომ გამოუყო. მე მგონი მთელი დარბაზი თქვენ ხართ, მთელი დარბაზი. ცოტა იმბოლებით წავაგეთ. თემეს 2 წელია გადაკეთებული, არ ითვლება ეს თამაში არ ითვლება. მართლა საოცარი გულშემატკივრები ყავდათ და მე მგონი უნდა დავეთანხმოთ რომ გულშემატკივრები კიდევ საერთოდ სხვა ფონს ძენს ხოლმე ზოგადად თამაშს. სამწუხაროდ ფინალში ვერ გახვედით, თუმცა მოდი ვთქვათ რომ ძალიან ისიამოვნეთ ალბათ, დარწმუნებული ვარ რომ კიდევ მოგინდებათ რომ მიიღოთ მონაწილეობა და როგორ შევაფასებთ მეწყვილეს თქვენს თამაშს და რა გონიათ ფინალში რა იქნება და ვინ იქნება მათი მეტოქე თუნდაც. საინტერესო თამაში იყო, მან ახალ თაობას დაუთმეთ გზა, ულოცა ბიჭებს ფინალისკენ და კიდევ მადლობელი ვარ ყველასი. ეს მინდა მადლობა გადავხატო. ამასაკში ლიდერს ბეტს, ლიდერ სპორტს, ლიდერ ბოლს, ყველაფერს უხდით აი ამ სასიხარულო და ამ სახალისო დღისთვის მადლობას ჩემს მეწყვილეს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ფეხით თამაში არ არის ადვილი თამაში. ფეხით თამაში რაღაცა სხვა თვისებები ჭირდება კიდევ. ამიტომ მე ძალიან მაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ვინც გავა დემესთან ერთად და ჩემს საყვარელ ლაშასთან ერთად რინგზე, რინგივით არის პრინციპში და შენ ყველას კარგად გზნობდი ახლა მანდას. უსურებ ყველას წარმატებებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. მადლობა თქვენ და ჩვენ დაველოდოთ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას.